დავსვათ საინტერესო კითხვა, ვის დაიჭერს ბიზინა ივანიშვილი? შესაძლოდ ვის დაიჭერს, თორე ისე ზუსტი სია მხოლოდ მას აქვს და ეკა ხვედელიძეს თუ აცნობს ხოლმე ირაკლი კობახიძეს მაღალი ალბათობით ამ თვალსაჩინო არცენდობა მე გადაუგზავნის და ირაკლი კობახიძემ უნდა გადაუგზავნოს მე მორუსიძეს პროკურატურას მორუსიძეს და ასე შემდეგ და მე დაამთავრონ მოამრგვალონ ამბავი. ხო, მაგრამ აი ეკას კი ალბათ უზიარებს. დასაჭერია ეს, დასაჭერია ეს, დასაჭერია ეს და აი რატო გაგიჟდა ბიზინა ივანიშვილი, ამაზეც ვილაპარაკო ცხადია. მაგრამ ჯერ დავსვათ კითხვა კლავ ვიმეორებ, ვის დაიჭერს ივანიშვილი? მე ცხადი არ მაქვს ეს ზუსტი სია, მაგრამ აი გარკვეული ვარაუდი კი შემიძლია და მით უფრო შემიძლია იმის გათვალისწინებით, რომ გამოჩნდა რაღაც გარკვეული სიგნალები, ასახელებენ ხანდახან, აი ვითომ წამოსცდათ ვიღაცის გვარი და მერე უკვე აღმოჩნდება, რომ კამპანია აგორებული ამ ვიღაცის წინააღმდეგ. და ისეთ გვარები წავიკითხე და აღმოვაჩინე, ვის წინააღმდეგაც ბიზინა ივანიშვილმა შეიძლება ეს რეპრესია ამოქმედოს, რომ მეც კი, რომელიც ივანიშვილისაგან აღარაფერს ვიკვირვებ, ხო, მეც კი სიმართლე გითხრათ, ცოტა გაკვირვებული ვარ. მაგალითად, არ გამოვრიცხავს, სულაც რომ დაიჭიროს თინა ბოკუჩავა. დავდუმდი, სისხლის სამართლის დანაშაულით ლაპარაკობ, მეგობრებო, თინა ბოკუჩავა. არ გამოვრიცხავს სულაც რომ დაიჭიროს თინა ხიდაშელი. დავდუმდი, სისხლის სამართლის დანაშაულში შეიძლება მიედავოს, დაიბარებს სულუკიანი ერთსაც და მეორესაც, სადღაცამდე გაუგზელდეს ვადა, თუ უგზელებენ, დაიბარებს არც ერთი მივა, არც მეორე გირაოს დააკისრებენ, არ გადაიხდიან, რა მნიშვნელობა აქვს და მერე ქალბატონებსაც დაადებენ ბორკილებს. სალობე სამადაშვილი რო არ გამორჩეს, ელენე ხოშტარიაც რომ არ გამორჩეს. საერთოდ არავინ არ არის დაზღვეული, მაგრამ როცა წავიკითხე, რომ სალომე ზურაბიშვილს, როცა მეც მივედი მაგ ფიქრამდე, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს როგორც ბიზნეს გაგებით მოღალატეს, შეიძლება დაადონ ხელბორკილი და თუ რამ იხსნის, გალბატონ სალომეს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, არის მისი უდასტურებს ხადია პატივისცემას, მისი ასაკი რაღაცა რეგულაციებია, თუ არ ვწდები ასაკთან მიმართებაში, თუ რამ იხსნის სწორედ ასაკი. გიორგი მარგველაშვილი ახალი არ გინახავთ აქციებზე კი დადის ხოლმე გიორგი და პატივისცემას უდასტურებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი როგორ გონიათ იმის გამო რომ ის მიხეილ სააკაშვილთან იყო შესული და საქართველოს მესამე პრეზიდენტი და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი შეთანხმდნენ შეიძლება არასწორი სიტყვა საერთო პოზიციები აქვთ მათ არ დაიჭერს გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით გააკეთა რაღაც კომენტარი თეა აწულუკიანმა არ ვიცი ერთ-ერთ ვაი ჟურნალისტთან და როგორ გონიათ იმ გიგაბოკერიას არ დაიჭერს ვის ბარცხედა ფეხზე როაც ადგება ხოლმე და რაღაც ნაყენს რო დალებს ხოლმე რაც მოეპრიანება იმას გააკეთებს ბიზინა ივანიშვილი ახლა მე ვალდებული ვარ თქვენ გითხრათ ამგვარი რამ იმიტომ რომ არ შეიძლება პესიმისტური ნოტების შემოტანა ვიდეო ბლოგებში ჟურნალისტების საჯარო პირების მხრიდან მე ვალდებული ვარ გითხრათ რომ ყველაფერი კარგად იქნება მაინც და მართლაც ყველაფერი კარგად იქნება მაგრამ ხანდახან მეც კი გამოუსწორებელ ოპტიმისტს ხანდახანზე ხშირად ან ხანდახან მაინც წამივა ფიქრი პესიმიზმისკენ ასაკის ბრალიაო ვინმე იტყვის ხო მაგრამ არც ისეთი ასაკიანი ვარ ხო ასაკში შესული ზარა ვარ თლად გამოცდილების მოდი ასე ვიტყვი ეხლა რაზე ვაპარაკობ რატო მიმართავს ამ რეპრესიულ ქმედება ნაბიჯებს ბიზინა ივანიშვილი ბიზინა რუსი როგორ გონიათ ყველაფერთან ერთად რატომ მიმართავს იმიტომ მიმართავს რომ გარდა იმისა რომ ის არის რუსეთის აგენტი FSB-მ დავაერბოვკა ფულს უფრთხილდება რაღაცა ფული უნდა დაიბრუნოს გავიგე ეს ყველაფერი ეს გავიგეთ ასევე მეორე რაღაც შეთქმულებითი თეორია იმის თაობაზე რომ სვამს ყვიროს კი არ სვამს არა ნაყენს სვამს ნაყენს ვარდ კაჭკაჭა და ყვავის ღვიძლი თუ კატის ღვიძლი მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ ეს ხო თეორიაა საბოლოო ჯამში ერთ-ერთი კი რაც დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ არის მისი კომპლექსები და კომპლექსები მომდინარეობს იქიდან რომ ბიზინა ივანიშვილი უინტელექტო კაცია აი სულ სამნახევარი წიგნი ექნება წაკითხული მართლა მე რა ვიცი მაგრამ აი ესე ვუტრირებ და ესე ვამბობ ტომსოვიერის თავგადასავალი ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი ისიც სანახევროდ აი მაგალითად ვინ არის სამუელ კლემენსი მას კი არა ნებისმიერ ლადო კახაძის გარდა რო კითხო ვინ არის სამუელ კლემენსიო 88 კახაძე არა 88 დეპუტატი თვალებ დაჭყეტილი შემოგხედავს მარკ ტვენია ბატონებო და კალბატონებო ნამდვილი სახელი არის
მარკ ტვენისა, სამუელ კლემენსი. ხო და ეს ჰეკლბერი ფინის თავგადასავალზე და ტომ სოიერის თავგადასავალზე გამახსენდა. ბიზნეს აქ წაკითხული ტომ სოიერი სრულად ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი ნახევრად დონ კიხოტს შეეჭიდა და მეხუთე გვერდზე მიატოვა. ზოგადად იცის კახი კავსაზე თამაშობდა დონ კიხოტის როლს. ეს იცის. უყვარდა კახი, როგორც ვიცი. დიდ მსახიობად მიაჩნდა და მიეიყო კიდეც კახი დიდი მსახიობი. ბატონი კახი დიდი მსახიობი. მოკლედ, უინტელექტობა ამათი კომპლექსების პერსონალურად ბიზნესი და ყველა გამობიზნებულის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ისინი ყველასთან, ყველა დონეზე აგებენ დებატებს. დებატში არ შემოდიან, მაგრამ თუ შემოდიან, არც შემოდიან, მაგრამ თუ რამ მსჯელობაზე შეიძლება მიდის ცალკე მათ ოპონენტებსა და მათი ოპონენტებისა და მათი მხრიდან, ხო აშკარად ატყობ, რომ ინტელექტის თვალსაჩინო ვახო ხმალაძე ჯაბნის, ხმალაძე ძალიან აქტიური კაცი ხო არის, ფიზიკოსია საერთოდ. მაგრამ ვახო ხმალაძე ამავდროულად კონსტიტუციონალისტი 57 ნოლს უგებს მათ საუკეთესო გერმანიაში უნივერსიტეტ დამთავრებულ მაგისტრატურა დამთავრებულ კობახიძეს, რომელსაც მოაქვს თავი კონსტიტუციონალისტად და არის კიდეც განა არა უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს თეორიულ დონეზე შეიძლება სულაც არ არის თეორიის ამბავში ცუდი ლექტორი და ჩემზე მეტი იცის ცხადი იურისპრუდენციაში მანაც და თეატრულუკიანმაც მაგრამ ინტელექტი მარტო ის არ არის რომ გერმანიაში თუ საფრანგეთში თეატრულუკიანის მაგალითზე დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი ეს კი არ არის არამედ კრიტიკულობა მათ შორის თვითკრიტიკულობა და ფართო თვალსაწიერი და ფართო თვალსაწიერი მაკა ბოჭორიშვილის არის მაღაზიიდან შმოტკიდან შმოტკამდე. თორემ მაკას ბოჭორიშვილს ტომ სოიერი წაკითხული ექნება. ჰეკლბერი ფინიც თუ გულახდილები ვიქნებით და დონ კიხოტის თავგადასავალი ასე სანახევროდ, არა უმეტეს. კი არ ვაკნინებ. შესაძლოა სრულად აქვს წაკითხული სერვანტესი მე რა ვიცი, მაგრამ როცა უყურებ, ხო? და აფასებ და მასზე წარმოდგენას, იქმნი შთაბეჭდილებას, იქმნი ხვდები, რომ ინტელექტი მათი არის დაბა. ამიტომაც მიდიან რეპრესიებზე. ამიტომაც, როდესაც რუსებს აქვთ გამოთქმა, მე ვთარგმნი, ძალა არის და ჭკუა სულაც არ არის საჭირო. რუსულად უკეჯღერს. სილა есть ума не надо. ტვინი არ უნდა დააყოლონ. ჭკუა სულ არ სჭირდებათ. თავარია რომ აქვთ ძალა. მივიღოთ კალორი რომ ორშაბათობით ტაბლიაშვილი ირაკლი არ გავიდეს მაღაზიაში და შეიძლება დამხვდეს აქ ჯარი. ვუტრირებ ამასაც, მაგრამ დამხვდეს ჯარი და ორშაბათს თუ გავდგი ფეხის სადარბაზოში, მითხრა რომ შენ კანონი დაარღვიე, დავარღვიე ბატონებო. დავარღვიე. თუ ვინმეს გონია რომ ამგვარ სიგიჟემდე არ მივლენ, არა. დასაკვირველია ამგვარ სიგიჟემდეო ტაბლიაშვილი ორშაბათობით არ გაუშვარ მაღაზიამდე სიგარეტის საყიდლად არ მივლენ, მაგრამ იქამდე უნდა მისულიყვნენ კი სადამდეც მივიდნენ. და ეს სადამდე მივიდნენ, მე გეტყვით. უკლებლივ ყველა ვისაც თუნდაც ძველი თარიღით, კანონი შევა ერთ კვირაში ძალაში დაახლოებით. მაგრამ დღევანდელი ამ ვიდეო ბლოგის გამო მიუხედავად იმისა, რომ ძველი იქნება ერთი კვირის თავზე ეს ჩემი ვიდეო ბლოგი, ამ ვიდეო ბლოგის გამოც კი კანონი შედის ერთ კვირაში კვლავ მიმეორებ. ძალაში ამ ვიდეო ბლოგის გამოც კი მე შეიძლება მითხრან, რომ ირაკლი ტაბლიაშვილი შენ ექვემდებარები ჯარიმას, ირაკლი ტაბლიაშვილი შენ შეიძლება დაექვემდებარო სისხლის სამართლეური პასუხისმგებლობასაც კი. ამაზე წავიდონდნენ გეგონათ? მე არა. ეხლა ევროსპის საბჭოში მიმდინარეობს დებატები. ეს ევროპელები ეჩხუბებიან და ლანძღავენ და აკრიტიკებენ და აკრიტიკებენ. ერთ ყურში შედის სულუკიანისა და მეორე ყურში გამოდის ეს კრიტიკა, იმიტომ რომ ევროპა მათ არაფრად არ მიაჩნიათ, ეგ კი არა. ამერიკელებსაც კი არა ვილსონს, ეგ ვიცით. არამედ სახელმწიფო დეპარტამენტს რუბიოს და თეთრსახლსაც ტრამპსაც კი შეაპარეს კრიტიკული ტონები. ტრამპი რასაც იტყვის, ყველაფერი ისე იქნება, ვამბობდა ირაკლი კობახიძე გიჟი, მაგრამ ბოდიში ეს არ უნდა მეთქვა. ჩავთვალოთ რომ არ მithქვავს ირაკლი კობახიძე ამბობდა ტრამპი რასაც იტყვის ეგრე იქნებაო მაგრამ ტრამპი მოვიდა ლამის ძავა არა სამნახევარი წელიანი დარჩენილი და ტრამპსაც კი ჩაურტყავენ ხოლმე რომ deep state ვერ დაამარცხა რა ტრამპმა ვერ დაამარცხა და აი ჩვენ ვებრძვით და სანამ ჩვენთან არ გამოვასწრო ცოტა ბლატნოებიც არიან როგორც ძალად ბავშვობაში ძალად ბლატნოი ტიპები რო იყვნენ სტრელკაზე რო მოდიოდნენ და არაფრის თავი რო არ ჰქონდათ როგორც კი შეუღვერდი ისეთები არიან მეთქი ესენი დებატებს აგებენ არა მხოლოდ გამობრძმენდილ დებატებში გამობრძმენდილ პოლიტიკაში რიტორიკაში გამობრძმენდილ სპიკერებთან
საჯარო სივრცეში ვინც არის არა მხოლოდ პოლიტიკოსი, აი მაგალითად თინა ხიდაშვილთან ერთ-ერთზე წააგებს ყველა, ხო? თინა ხიდაშვილთან რომელიც შეიძლება დაიჭირო ეგრე მაგის პასუხი არ მიხსენებია, ამაგური ვახსენე. მარგველა ვახსენე. ხო, ქსალბე ზურაბიშვილი, გახარი არ მიხსენებია, გახარიას ხო 7 თვირთი არ ჩასვავენ, 8 წლით ჩასვავენ. ჩორჩანაში რატო ჩაიდინე ეს რა ჩაიდი, კარგი. დებატებს აგებენ, მაგრამ აგებენ დებატებს კიდე პატიოსნების დებატებს დავარქვევდი ამას სრულიად უცხო ადამიანებთან. სრულიად უცხო ადამიანებთან, არა პოლიტიკოსებთან, არა გამობრძმენდილებთან ამ დებატებში. მათთან, ვინც ახლა გავიცანით ჩვენ. 50 პოლიტპატიმარი რო ყავს, მზია ყავს კიდე, ზვიადი ყავს, ხები ყავს, ხო, უშუალოდ პოლიტიკოსები ყავს. აი, მანდრო ჯიჯინაცი, არა ისეთი წერილი გამოაქვეყნა ამისა, ისეთი სიტყვა წარმოთქვა მანდრო ჯიჯინაცემ. ისეთი დალაგებული სიტყვა, მართლა ბარე 4 ჟურნალისტი და 8 პოლიტიკოსი გაეჯიბროს თუ გნებავთ ამ არაჩვეულებრივ სიმპათიურ კაცს. მე ძალიან მომეწონა, აი უკიდ გავაზიარე კიდეს ბოდიშს ვიხდი აქვე ნახავ რაც გავაზიარე და ისე მომეწონა ეს ყველაფერი სადახარ საკუთარ თავს ვეუბნები. ბოდიში ხო ტიკარუხაძეს უსმინეო და მე ვარ მენეჯერი, მე დარქს მარცავ ფოცესბუკია და ასე შემდეგ. ტიკარუხაძეზე ვლაპარაკობ. იდეაში და ვლაპარაკობ კიდევ აი რაზე. ეს ჩემი გვერდია, არა ბოდიში. ხო. ხო, მე გამომიწოდა ქალბატონი ლიკა გუნცაძე. ანდრო ჯიჯინაძის დედა, რომელმაც ასეთი რამ უთხრა ტიკარუხაძეს. არ გაბედო ანდროს ხსენება, ბანდიტო კორუმპირებულო ხარბო მინისტრო, ბოვა შენი დროც ქოცო, მართლა ქვეყნის გადამტრიალებლებო, მოღალატეებო, არ გაბედოთ ჩემი შვილი ხსენება, არ გაბედოთ მართლა, არც ერთმა არ გაბედოთ ასე მაგალითად ანდროს ხსენება. ეს პატიოსანი ადამიანები საქართველოს უნახავენ ნამუსს, ასე ვიტყვი და ყველა ნიუანსში, ყველა დეტალში არიან მართლები, ყველაზე უფრო მართალ ბჭყალებში თქვენგანთან თუ თქვენთან ვინც ხართ იქით მხარეს და ასე შემდეგ. აი ეს ახალგაზრდა კაცი ეს არ არის ანდრო ბოდიში ლუბასი ამაყეში და მადლიერებაში დამაბნია ნაცნობს მხოლოდ ერთი წუთი რა სვამჩნევდი, თუმცა მოგესალმები. საბა სასამართლო დარბაზში შემოსვლისას ბევრი უცნობის ნახვა მოეცრეთ დამაბნია ნაცნობს მხოლოდ ერთ სვამჩნევდი, თუმცა წარწერების საბა შენთან ვართ დანახვა დაბნეულობა სიამაყეში და მადლიერებაში გადამიზარდა. აი ამათთან პატიოსნების დებატს აგებენ ესენი ყველანი, ანუ ქართული ოცნება. ანდროსთანაც ხო აგებენ და ასე შემდეგ. ეხლა რატო უყვები ამ ყველაფერს, რატო ევროსაბჭოს ვახსენე და ასე შემდეგ, მაგრამ ეს 14-15 წუთიანი ვიდეო ბლოგი ერთი ამბით უნდა დავასრულო. კლავს თუ არა, აი ამ ხელისუფლებას არ მოუკლავს არავინო, ამბობენ მისი მომხრეები. მე კიდე გეტყვით რომ მოუკლავს. ბევრი მოკლა უკვე. მაგალითად ახობაძის დედა მოკლა სწორედ ამ ხელისუფლებამ. იმ ახობაძისა, რომელსაც არ მიეცა შესაძლებლობა დედის პატიმარია და დედისთვის მოეარა. ავადმყოფი დედისთვის. დაიჭირეს და უსამართლო დაიჭირეს. მაგრამ ახლა სხვაზე მინდა გამამახვილო ყურადღება და აი ცოტა წამიღო ფიქრმა სიმართლე გითხრათ. ისითვის კლავს ბოდის ვიხდი რა. დღეს ნანუკა ჟორჟოლიანს მიულოცეს დაბადების დღე. და ერთ-ერთი ვინც მიულოცა დაბადების დღე თუ არ ვწდები იყო ონისე ცხადაძე. იმ მომენტში ონისე ცხადაძე იყო ბედნიერი. ბედნიერი მიუხედავად ისა საპატიმროში.
ეს დრამატურგიული პაუზები კი არ მჭირდება, უბრალოდ ცოტა ისავარ. ამებნა სიტყვა. ცოტა მოგვიანებით მამისი გარდაიცვალა. დარდას გადაყვა ეს კაცი. არა, უფრო ახლოს უნდა დაგანახლოს და მოვიტანო ფოტო. მე ნომიყურებთ. ამ კაცს დააკვირდით, ცოტა. არც თუ სუფთაა ჩემი ტელეფონი გიბოდიშებთ ეკრანი. და ვინმე თიკარუხაძე გამოვა, ანთია წულუკიანი გამოვა და ჩვენო კანონს აღვასრულებთო. და ეხლა მე შევიგინები. ჩათვალეთ რომ შევიგინე. ამგვარ კანონებს სტირებია დედა და თუ გნებავთ ტყსა და ყლს გაურევ კიდევ. თქვენ რუსებო. ყველანი ხართ რუსები. ვისი მამა მოკალეთ. და თუ გონიათ რომ ეს კაცი ჩვეულებრივი სიკვდილით მოკვდა და დარც არ გადახვაო, ასე რომ ამბობენ, არა. რაღაცა სამედიცინო დასკვნა სხვაგვარი იქნება რა საკვირველია. იმიტომ კი რომ ვინმე გააყალბებს, არა, როგორ გეკადრებათ. მაგრამ